ამ გამზირიდან და ამ შენობიდან დაიწყო ყველაფერი. პირველი კორპუსის ეზოში შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც არ გვეშინია ჩვენი ხედვის გამოთქმით, ჩვენია ჩვენი პროტესტი. 2012 წელს გავხდი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და პირველი ჩემი საპროტესტო აქცია, როგორც დამოუკიდებელი მოქალაქის, იყო 17 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტების დიდი ნაკადი დავიძარით მსვლელობით მთელი ქალაქის მასშტაბით და მარში, რომელიც სტუდენტებს ჰქონდა, მელიქიშვილზე დაარბიეს. და ეს ბრაზი იმდენად დიდი იყო, რომ მე ყოველდღე აქციაზე ვიდექი. პირველ სტუდენტურ მოძრაობას, რომელშიც გავწევრიანდი, 2013 წელს ერქვა მწვანე მუშტი. წლების განმავლობაში ერთად ვიბრძოდით ყველაზე ჩაგრული მოქალაქეებისთვის. თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დავით ნარმანიას უსმენენ, კიდევ ერთხელ შეწყდა. სხდომის შეწყვეტის მიზეზი მწვანე მუშტის წევრი ირაკლი კუპრაძე გახდა. წლების განმავლობაში ტყიბული იბრძვის საკუთარი უფლებებისთვის. იბრძვის ადამიანების სიცოცხლეებისთვის, რომლებიც მინიმალური ხელფასისთვის და სარჩოსთვის ჩადიან და რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს. ბევრჯერ მიმიღია დაცინვა მაშინ, როცა 2012 წელს სულ რაღაც 17 წლის სტუდენტი დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და ვლაპარაკობდით შრომით უფლებებზე. საერთოდ მაშინ შრომის კოდექსი არ არსებობდა ქვეყანაში. როცა გაფიცვებს ვაორგანიზებდი და იქ ვიცნობდი ხოლმე ადამიანებს, რკინიგზელი იქნებოდა მეშახტე, მაღაროელი, გადიოდა დრო და ვგებულობდი, რომ ეს ადამიანები იღუპებოდნენ სხვადასხვა ძიმე ტრაგედიების შედეგად, აფეთქება შახტაში, ჩამონგრევა სადღაც მაღაროსი, მშენებლობაზე ტრაგედიები და ასე შემდეგ. ეს იმდენად მძიმე გავლენას ახდენდა ჩემზე პერსონალურად, ჩემს განწყობებზე, რომ მე მიჩნდებოდა ერთადერთი სურვილი. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა ან დასახიჩრდა ინდონეზზე დაკარგა კიდურები, რომ დაკარგა ამით შრომის უნარიანობა 1209 ადამიანი. ეს ადამიანები თქვენთვის სიმდიდრე არ არის? გავაერთიანებთ იმ ჩაგრულ ჯგუფებს, რომლებიც არიან არამხოლოდ მუშები და დასაქმებულები, არამედ სოციალურად დაუცველები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ არიან შანტაჟის მსხვერპლი ხელისუფლების მხრიდან. მეორე მოძრაობა უკვე იყო აუდიტორია 115, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დავაფუძნეთ იმ უსამართლობის პირობებში, რომელსაც უნივერსიტეტში ვეჯახებოდით და ყოველთვის მინიმალური რესურსებით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, ეს იყო პოსტერები, თეთრი ფურცელი და მარკერი. პერიოდულად საყვირი იყო ჩემი ერთ-ერთი სიმბოლო. საპროტესტო ჩვენზე განხორციელების ზეწოლად და ჩემი ზურგჩანთა, რომელიც რამ აქტივიზმის პერიოდში ჩემს სიმბოლოდ იქცა. მეტი არაფერი არ გაგვაჩნდა არასდროს, ავტოსტოპით დავდიოდით ხოლმე. და ეს იყო ჩვენი სტუდენტური ბრძოლის მთავარი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ არასერიოზულად უყურებდნენ ჩვენს ამ ბრძოლას, შემდეგ გახდა უკვე ეს ყველაფერი პრიორიტეტული. ერთი საზოგადოებისთვის და შემდეგ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იძულებულები არიან შემდეგ რომ საზოგადოების დაკვეთას უპასუხონ. ზოგჯერ ისევ საუბრობ როგორც არაპოლიტიკოსი, არამედ ისევ სამოქალაქო აქტივისტი, მაგრამ ჩემი წარსული მიმითითებს ამაზე, რომ მათ შორის ეს მიდგომები გამოვიყენო პოლიტიკოსების და პარტიების წინააღმდეგ. იმიტომ რომ მე ის ხალხი ვარ, რომელსაც ეს პრობლემები აწუხებს. მე ვიყავი ის ახალგაზრდა, რომელიც თესეუს სტუდქალაქში ცხოვრობდა და მახსოვს უმძიმესი პირობები იმ სტუდქალაქში, სადაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. ესე იგი ბატონი კობა არის ადამიანი, ვის დამსახურებითაც უნივერსიტეტის სტუდქალაქში აღმოჩნდი. აი ეს შენობა დღესაც ისეთ ძიმე მდგომარეობაშია, რომ ყურადღებას არ აქცევენ. ამ სტუდქალაქისთვის მეც მიმიძღვის რაღაცა ბრძოლის წილი, ის კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო სივრცეები, რომელიც არ არსებობდა საერთოდ აქ, ჩვენი ხმაურის შედეგად გაკეთდა თავის დროზე. აი ეს იყო ჩემი ოთახის აივანი, სადაც ცხოვრობდი 4 წელი. ძალიან მადლიერი ვარ ამ შენობის, ჩემი უნივერსიტეტის და მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც აქ ამ ბედნიერების შემქმნელი. კობაძია, დაგემშვიდობები. მადლობა. ძალიან დიდი ყველაფრისთვის და წარმატებებს გესურვებთ. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ვართ. გაიხარ, დიდი მადლობა თქვენ. წარმატებები და ბედნიერად. ძალიან მადლიერი ვარ კობა შენ.
ვერასდროს ვერ წარმომედგინა, რომ როდესმე პარტიული გავხდებოდა. ვერასდროს. მაგრამ სამოქალაქო აქტივიზმის მიზანი არის ცვლილებები. და რაღაც დროს უკვე 8-9 წლიანი აქტივიზმის პირობებში მივხვდი, რომ პასუხს ვთხოვდი ვიღაც პოლიტიკოსებს და ვეუბნებოდი, რომ ეს გააკეთე, ამის გჯეროდეს, ამის გწამდეს და შეცვალე. თუ მიიღე განათლება, თუ შენ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, შენ თვითონ მიდი იმ ღილაკთან, რომელიც ცვლის ყველაფერს. და მე ხო ვიცი როგორ მჯერა. მე ვიცი როგორ მწამს იმ სოციალური სამართლიანობის, უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანების მჯერა. და თუ ადამიანებს დაინახავ, საკუთარ წმენასაც შეხედავ და გეყოფა გამბედაობა იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიყო, ხო მაშინ ცვლილებების სურვილი აუცილებლად მიგიყვანს პარტიულ პოლიტიკაში. ეროვნული არჩევანი დღეს არის ევროპული არჩევანი და ამ ყველაფერს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. გახსოვთ ალბათ მიხეილ ყავალაშვილის ასეთი განცხადება, ვინც ჩვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედაცო, ონა ყავალაშვილო შეგეწერა. რა თქმა უნდა დამიჯეროს თბილისმა ეს მარტივი პასუხი არ მაქვს. უმცირესობაში როცა ხარ, ერთადერთი რამ, რაც გაძლებინებს იმ სირთულეებს, რომელიც გზაზე გვხდება, არის ის, რომ მართალი ხარ. მართალი ხარ და მე გეკარგება განცდა, რომ უმცირესობაში ხარ. მგონია, რომ ჩემი 13 წლიანი სამოქალაქო აქტივიზმი, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობა იძლევა შესაძლებლობას, რომ დობის რაღაც მინიმალური კრედიტი არსებობდეს იმ ერთხმაში, რომელიც ძალიან ძვირფასია და მოქალაქეს გააჩნია. მე მჯერა, რომ ამ წინააღმდეგობას აუცილებლად ექნება აზრი და ხვალ ივანიშვილი იქნება ბევრად უფრო სუსტი, უფრო მარტივად დასამარცხებელი, ვიდრე იმ ოცემულობაში, რომ მე თქვა, რომ გავიბუტე, მიდი წაიღე მთელი ქალაქები, სოფლები, მთელი საქართველო. არჩევნებზე მისვლით ვახერხებთ იმას, მუნიციპალური ძალაუფლების გარეშე დავტოვოთ ივანიშვილი და შევძლოთ, რომ უფრო მალე მივაღწიოთ იმ ძირითად მიზნებს, რომელიც არც მე და არც ჩემს მეგობრებს პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. თუ გვინდა ბრძოლა, უნდა გამოვხატოთ ეს ჩვენი ბრძოლა და წინააღმდეგობა მათ შორის არჩევნებზე. მოდი არჩევნებზე და არ შეწყვიტო ბრძოლა.